მოგესალმებით, მეგობრებო. ძალიან მომინდა ჩამეწერა თქვენთვის ვიდეო. სულ სატურნზე ლაპარაკობ ხოლმე, სულ კარმაზე და რაღაც ესეთ სერიოზულ თემებზე და ძალიან მომინდა გესაუბროთ ურანულ ენერგიაზე, თავისუფლებაზე. თავისუფლებაზე, როგორც ასტროლოგიურად, ასევე ფილოსოფიური გაგებით და სოციალური გაგებითაც. და ჯერ პირველ რიგში მინდა დაგათვალიერებინათ ადგილი, სადაც არასხაში გავიზარდე სამეგრელოში. ერთ სოფელში, ადრე აქედან გავაკეთე ერთი ვიდეო ჩავწერე. და ეხლა კიდე შემთხვევით მოვხდი აქეთ და ეხლა მინდა ძალიან საინტერესო თემაზე გესაუბროთ, როგორ გამომივა ნახოთ, მაგრამ ძალიან მომინდა თქვენთან გარჩევა, რა არის ურანის ენერგია, თავისუფლება. თავისუფლება, იცით, უმაღლესი გაგებით, სოციალურ თავისუფლებას გეუბნებით, როცა სოციუმისგან, ნორმებისგან თავისუფლები ხვდებით. რაღაც ძალიან მნიშვნელოვანია თან ადამიანისთვის თითქოს ჯგუფის კუთვნილება, რაღაც გარემოს გავლენის ქვეშ ყოფნა, მაგრამ ხშირად აი როდესაც არის ბალანსი დაკარგული, ხო, მაგალითად ისე რომ ვთქვა, სატურნულ თემაში ბალანსი არის დაკარგული, იქ უკვე ურანული ენერგეტიკა ძალიან ზიანდება და ასტროლოგიურად ურანული ენერგეტიკა ძალიან მნიშვნელოვანი არის, როდესაც ათვისებული გვაქვს სწორად ურანული ენერგია, ხა არავის არ აქვს არც სატურნის სწორად, არის ყველგან სადღაც გადამეტებულ იმაში მივდივართ ხოლმე, ხო, პოლისებში, მაგრამ იდეა რა უნდა იყოს, აი ხშირად ჩამწერია მაგალითად პირად ურთიერთობებზე, პარტნიორულ ურთიერთობებში, თუნდაც ის რომ აი ქალებისა და კაცების როლი ძალიან შეიცვალა და მაგალითად უკვე ქალების რაღაც დონეზე ფსიქოლოგიური აჯანყება მიმდინარეობს, ხო, ადრე იყო მაგალითად უფრო აქტიური აჯანყება, გარეთ გამოხატული, ეხლა წავიდა უფრო აი ოჯახის დანგრევის კუთხით ფსიქოლოგიურ აჯანყებაში, ხო? და ყველაფერი არის მაინც იცით როგორ ცოტა ისე ფილოსოფიურად რო შევხედოთ, ურანული ენერგიის პრობლემა არის. არის ხალხი, რომელიც აი ამ ბრძოლების, აი ამ გარე პრობლემების მიღმა არიან და ისინი ყოველთვის თავისუფლები იყვნენ, არ ეკუთვნოდნენ რაღაც სოციალურ ჯგუფებს, სოციალურ ნორმებს მაგალითად და გარედან რო უყურებენ პროცესებს და არ ერევიან შიგნით, ხო? ან არც ამ ბრძოლაში შედიან, არც ამ დასწავლილ ქცევებში შედიან, მაგალითად კაცური ენერგია, როდესაც არის, რომ აი ესეთი უნდა იყოს კაცი მაგალითად და დრო მიდის, სიტუაცია შეიცვალა და თვითონ არ იცვლებიან. ქალებშიც არის ხშირად ეს თემა, რომ იქ თითქოს იცვლები, მაგრამ ისიც რაღაცა ინტროექტივით მუშაობს, ხო, თითქოს და ისიც გარედან თავს მოხვეული არის და სინამდვილეში შენ შეიძლება საერთოდ სხვაგან ხარ. ანუ ის მინდა გითხრათ, რომ აი ხშირად სოციუმის ენერგია ინდივიდუალიზმს ისე ჭამს და ისე საერთოდ თიშავს ინდივიდუალურ ენერგიას, რომ ხშირად გონია რომ რაღაც თავისუფლები ვართ, სადღაც თავისუფლებისთვის ვიბრძვით და ასევე რაღაცა ჩარჩოს ნაწილში ვართ ხოლმე და ჩარჩო არ არის ცუდი, უბრალოდ ეს ჩარჩო და ჩვენი შინაგანი უნდა იყოს ძალიან შეთანხმებულად ერთმანეთთან, ხო? უბრალოდ ზოგჯერ გგონია რომ ეს ჩარჩო ჩვენი ნაწილი არის და სინამდვილეში ხშირად ყოფილა ისეთი მომენტი, რომ აი ქალი სერიოზულად რაღაც თავისუფლების მასში არის რაღაც ბრძოლაში და ისიც ჩარჩოში ზის სადღაც ისიც რაღაც საზოგადოებრივ რაღაც ნარატივს მიყვება და იქ არ არის ხოლმე მაინც თავისუფალი ენერგია, ხო? აი ურანზე როცა ლაპარაკობთ ასტროლოგიაში, ეს არის სრული ნორმა, შინაგანი თავისუფლება, რომელიც მთლიანად შეიძლება იყოს სოციუმისგან და რაღაც აი ესე ჯგუფთან მოცილებული მაგალითად, ხო, ჯგუფის იდეები ახლა. აი რატო გეუბნებით, იცით, აი ეს რატო არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ როდესაც სოციუმს მიყვებით, ხომ და იქ უნდა გავყვეთ, უნდა დავაკვირდეთ ჩვეულებრივად, ხო, ახლა არავინ არ გულისხმობს იმას, რომ რაღაც ამოვარდნილები ვიყოთ, მაგრამ როცა არის რომ მე სად ვარ, მე რა მინდა, მე რა ურთიერთობა მინდა და აი ეგ შეიძლება ინსტინქტებზე მაღლაც კი დავდგეთ, მაგალითად, აი ადრეც ვთქვი, რომ ნენელა უკვე შეიცვალა, ხო, ეს რაღაც ისეთის აღარ არის, ადრე თუ ოჯახის კულტი იყო რაღაც კუთხით, რომ აი ეს უნდა ეყრდნობოდეს რაღაც სამუდამო ერთობას, ეხლა შეიძლება საერთოდ აღარ იყოს ამისი ინტერესი, ხო, თითქოს მოირღვა უკვე აი რაღაც გამრავლების ინსტინქტი ან გადარჩენის ინსტინქტის თემატიკა და უკვე რაღაც თავისუფალ ცურვაში წავიდა ეს ყველაფერი, ხო, აი პირად ურთიერთობებს გულისხმობ. აი აქ არა მარტო პირადს ეხება ეს მეგობრებო, ეს ცოტა გლობალური თემაც არის, ეს ასტროლოგიაში
სკოლის ეპოქას ვეძახით ამას, როდესაც საერთოდ ირევა ყველაფერი, უკვე სქესიც მაგალითად უკვე აღარ არის ისეთი, ხო, რომ აი კაცი ესეთი უნდა იყოს, ქალი ესეთი, უკვე რაღაცნაირად გათანაბრება, გათანასწორება მიდის შინაგანად, თუმცა მე რასაც ვაკვირდები, ყველაზე მთავარი რა პრობლემაც არის, აი კაცები ყველაზე მეტად არიან რაღაც სოციუმის წნეხში, ზოგადად ვამბობ, რა თქმა უნდა, კონკრეტულად არავის არ გულისხმობს, სოციუმის წნეხში თითქოს უფრო არიან მეტად ჩართულები და მეტად უჭირთ გათავისუფლება უფრო ეგოსგან, ესე ვიტყოდი, სატურნული ენერგიისგან, ეგოსგან, იმიტომ რომ აი თუნდაც ნებისმიერი ტრენინგები, სასწავლებლები, სადაც არ უნდა წახვიდე, მარტო ქალები არიან, ხო, კაცები არ იღებენ არაფერში მონაწილეობას, ან თვით განვითარებაზე, ფსიქოლოგიურ განვითარებაზე კაცები თითქმის უმეტესად არ მუშაობენ, ხომ? უფრო არიან რაღაც ისეთ ინტელექტუალურ საქმეში, სადაც ისევ ეგოს თემები არის და არა პიროვნული ინდივიდუალური წინსვლა. იმიტომ რომ ისევ აი სოციუმის რაღაც აი სატურნული პრინციპები, ეგო თემები ძალიან აქტიური არის და არ არის ეს ურანული აი ჩარჩოს მიღმა, ინდივიდუალიზმი, ესე რომ ვთქვათ, დაჭერილი, ხო? ვიღაცები ამ სისტემის მიღმა მიდიან, ვიღაცები ანგრევენ ამ სოციუმის რაღაც დასწავლილ ქცევებს და მართლა თავისუფლებაში მიდიან, ვიღაცები ისევ იგივე რაღაც ამ სოციუმის ჯგუფის წევრები არიან. რატო ხდება ახლა ეს? იმიტომ რომ ნამდვილი ურანული ენერგია რო განავითარო, აი სუფთა ურანს რო ვეძახით, ხომ? ეს არის მარტოობა სრული, ვერავის რო ვერ ჩამოეკიდები, ვერავის რო ვერ დაეყრდნობი, ვეღარავისთან რო ვეღარ ნახულობ საერთოს, მაგალითად ეს პირდაპირ სატურნს ურტყამს. სიკვდილის შიშთან მივდივართ, ხო, ეგრევე ეს მივდივართ აქ უკვე რაღაც პირდაპირ სიკვდილის შიში, პირდაპირ მარტო დარჩენის შიში. და ძალიან გაბედული უნდა იყო რომ ურანზე იჯდე. რა აღარ გქონდეს ესეთი რაღაც აი ძალიან ცუდი სიტყვით ვიტყვი ხროვის მოთხოვნილება, ხო, რომ რაღაც ჯგუფში იყო, ხო? და ძალიან დიდი სითამამე უნდა ამ ყველაფერს, ცოტა ესეთი დამოუკიდებელი, ძლიერი, გამბედავი ენერგია, რომ აი ჯგუფს დაუპირისპირდე და შეიძლება არაფერი არ თქვა, მაგრამ უბრალოდ ჩემი ცხოვრების წესით იყო უკვე დაპირისპირებაში, ხო, სადღაც და თან მეორე საზოგადოება ძალიან ახლა ძალიან დაყუპა გამოდის, მაგრამ იდეას გიყვები. ძალიან გრძნობს ამას, ვიღაცა ჩვენიანი არ არის. ვიღაცა ურევს აქ მაგალითად, ხო, რაღაცა სხვა ხმაზე მღერის. ჩვენ საერთოდ ეს ასტროლოგიის მოყვარულები ხო ცალკე ისინი ვართ. ურანელი კასტა არჯდებით დიდად ხოლმე სტანდარტულ საზოგადოებრივ ნორმებში ყოველ შემთხვევაში და მე არ ხოლმე რომ მართლა ვიღაცა გურევს და მე მიდის ხოლმე ან ამათი გაყვანა ჯგუფიდან ჩამოცილება ან ვიღაცებს უწევთ ცოტა ჩუმად იყვნენ ჩუმადი ხმაურონ რომ არავინ არ შეამჩნიოს ხო იდეას გიყვებით ან ძალიან სერიოზული სიმამაცე არის საჭირო რომ სატურნულ სამყაროში აი ამ ჯგუფში, წესებში ვიყოთ გამორჩეულები, ვიყოთ განსხვავებულები და ვიყოთ ყველაზე მთავარი, რაც არის გაბედულები, რომ ვიყოთ ის, რაც ვართ სინამდვილეში, რაც გვინდა. ზოგჯერ შეიძლება, ახლა კარმას გააჩნია და რუკას გააჩნია ხოლმე, მაგრამ აი ზოგჯერ შეიძლება მართლა ძალიან დიდი ძალისხმევა უწევდეს ადამიანს, რომ წამოვიდეს რაღაც ისეთი ცხოვრების სტილიდან, რომელიც ყველასთვის მისაღები არის და თავისებური გზა გაიკვლიოს მაგალითად ხშირად მოდიან გოგოები. ესე იგი ძალიან დასტრესილები, რომ აი ასაკით ცოტა პატარას ხვდები მაგალითად და რაღაც და რო ვეკითხები, შენთვის ეს ოკეია შინაგანად და კი, მაგრამ ხალხი რას იტყვის, ხო? აი აქ პირდაპირ მივდივართ იქ, რომ ნენელა იწყება უკვე რომ იმაზე ფიქრი არა, ხალხი როგორ ცხოვრობს, არამედ მე რა მინდა, ჩემ ბედნიერებისთვის ეხლა ამ ეტაპზე რა არის და აქ შეიძლება კი პრობლემები იყოს, შეიძლება არის იქ დაბრკოლებები, ხო, გარკვეულწილად ვიღაცას აქვს, ვიღაცას შეიძლება არ აქვს, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ უფრო მეტი და მეტი ადამიანი ბჭყალებში რო გითხრათ ბედავს, იცხოვროს ისე, როგორც მას უნდა და არა როგორც მიღებული არის სოციუმში, ხო? სხვაშორის ფინანსურმა დამოუკიდებლობამ უფრო მეტად გააჩინა აი ეს გაბედვის და თავისუფლების რაღაც ესეთი შესაძლებლობა. ეს ცივილიზაცია მოიტანა, მაინც ეს თავისუფლების უნარი, იმიტომ რომ ადრე უბრალოდ იმდანად იყავი დამოკიდებული დედაზე, მამიდაზე, ბიძაზე, არ იყო ამის საშუალება, რომ რაღაცნაირად წინააღმდეგობა გაგეწია და სადაც არის ის ოჯახები, სადაც არის დღემდე ესეთი ტენდენციები, ხო, ისევ რომ აი ჯგუფზე ხარ დამოკიდებული, ისევ ოჯახზე ხარ დამოკიდებული, დედა რა სიტყვის, მამიდა რა სიტყვის, ხო? აი ესეთ ოჯახებში უფრო ჭირს
ის თავისუფლება მივიღოთ, რომელიც მესა და გარემოსთან არის კავშირში, ხო? სატურნული ენერგია ყოველთვის სხვებთან არის კავშირი, ზოგადად გულისხმობ ახლა სატურნული ენერგიას, სხვებთან არის კავშირი, რომ რა სიტყვის ხალხი თემა, მაგალითად, და პასუხისგებლობები და ურანული ენერგია ეს არის, რომ მე ჩემი გზა მაქვს, მე ჩემი ძლია რაღაც თავი მოვიგიჟიანო და ისეთ რაღაცა გავაკეთო, რასაც არავინ არ ელოდება, ხო, საერთოდ. ანუ რაღაც ნორმისგან გადახვევა რო არის, მაგალითად, ხო? აი ეს არის მერწყულური ეპოქა ნენელად. აი ამ თავისუფლების თემაში რამდენად შეგვიძლია ჩვენ თავისუფლები ვიყოთ, რამდენად შეგვიძლია ჩვენი პირადი სურვილები გამოვავლინოთ, ამას ჭირდება რეალური თავისუფლებაც, როგორც მენტალურ დონეზე, რომ აი მაგალითად აღარ იყოს ეს ოჯახური აი ცოტა დესტრუქციულს გეუბნებით, როდესაც საერთოდ ნამდვილი ოჯახური ენერგია რა არის, როცა შენ გატაცებებში მხარს გიჭერენ, რაც არ დაშტვენილი იყოს ეს გატაცებები. აი ხარს გიჭერენ, საშერის ადრე 95-16 წლებში ვუკრავდი როკ ჯგუფებში, ძალიან ისეთი ამბოხებული ტიპაჟი ვიყავი ყოველთვის, ეხლაც ვარ და ჩემი ოჯახი ძალიან ხარს ვიჭერდა. არა ეს არ აინტერესებდა რას უკრავდი, მაგრამ ხარს ვიჭერდნენ. კონცერტებზე მოდიოდნენ ხოლმე მამაჩემიც და დედაჩემიც და რაღაც ისე იყო, თუ მოგწონს გააკეთე, რა პრობლემა არის და აი ესეთი მომენტი, ხა ჩემთვის ეს უცხო არ არის, როდესაც შეიძლება მაგრა აფრენ, მაგრამ ხარს გიჭერენ ამ გაფრენაში, ხო? და ნუ რაღაცნაირად მე შენ აი ამ თავისუფლებას თითქოს სწორად იჭერ და შენთვის ეს ოკეი არის რა და ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემი აზრით ეს ურანის ენერგია არის და აი ამ ურანში, ურანულ ენერგიაში როცა მხარს გიჭერენ, შენ გაქვს უკვე შინაგანი შექმნება, რომ შენ არაფერს ისეს არ გააკეთებ, რაც მავნეან არა ოკეი არის, ხო? სადღაც შენ გემოზე ხარ რა, ანუ შენ რაც მოგწონს, არ არის აუცილებელი რომ ეს ყველას მოწონდეს, მაგრამ ხარს გიჭერენ, ხო? აი ეს ხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ თუ არ არის ხოლმე ესეთი გარემო, სადაც აი ესეთი გაფრენები ესე რა თქვა და ნორმად მიიჩნევა და ვაიმე და ეს რაღაც ისეთი ქართული ისირთვება ხოლმე ხო? აი მაგ დროს შეიძლება უკვე იყოს ჩაკეტილობა და რაც უფრო დამოკიდებულები არიან მე ამ გარემოზე მით უფრო ეს ძლიერდება ეს წნეხი, ეს ჩაკეტილობა და ხელი გვეშლება ვიყოთ ისეთები, როგორებიც ვართ სინამდვილეში. აი აქ იდრგუნება ასტროლოგიურ ენაზე რო გითხრათ, ურანის ენერგია, მე-11 სახლის ენერგია, თავისუფლების ენერგია ჩვეულებრივ ენაზე და აი აქ მოდის უკვე რა იცით, რომ აი ეს იმპულსი, ურანული იმპულსი რო იხშობა შიგნით, ხო, სადღაც რო აი მე მინდა ისეთი ვიყო, როგორიც შიგნით მაქვს, მაგალითად ხვდებოდა ისეთ ადამიანებს, რომელიც შეიძლება ჩარჩოში არ იჯდეს მასაში, მაგრამ მე მინდა, შეიძლება ვაკეთებდე ისეთ რამეს, რაც მე მინდა, შეიძლება კარიერულ სფეროში ვიყო ისეთში, როგორც მე მინდა და ეს უკვე თან იმ გარემოსთან მოდიოდეს კონფლიქტში და არა სხვა გარემოსთან, ხო, ვიღაცებს ახლა საერთოდ არ აქვს პრობლემა, მაგალითად ვიღაცებს აქვს ესეთი რაღაცები არის ყოველთვის სუბიექტური და ზოგი უძლებს აი ამ წინააღმდეგობას, თავისუფლდებიან და მაინც გაიტანენ ხოლმე თავის სამყაროს, თავის ცხოვრებას, აკეთებენ ისეთ რაღაცებს, ახლა თანამედროვე აი რო გითხრათ, უფრო ახალგაზრდები მე მევდები ჯენსი ხარო შენო, სულო, დროს უსწრებო და მე რა ვაკვირდებოდი, მე როგორც ვიყავი 30 წლის წინ თინეიჯერი, ისეთები არიან ახლა. თინეიჯერები გარკვეულწილად ჩვენ ჯგუფი როგორიც იყო რა. და იმ დროს ეგეთი არავინ არ იყო და არც იცოდნენ თუ ეგეთები არსებობდნენ მაშინ, მასას გულისხმობ და ახლა რა ვაკვირდები, ხა ნენელა, აი ეს თავისუფლება შემოდის, ეს აი ის მომენტი რომ აი მე როგორც მინდა ისე ვიცხოვრებ, აი ეს მომენტები უფრო და უფრო აქტიური არის, როცა ჩვენ დროს ძალიან ცოტა ვიყავით ესეთი ჯგუფი, ვინც ბედავდა. მე ხა გასაბედი გეუბნებით არაფერი არ მქონდა ისეთი და ეს ბუნებრივი მოცეულობა იყო და რაღაცა ბრძოლა, ეს არ მიბრძოლია თავისუფლებისთვის. პირიქით არ ხდებოდი, რატო იყო ამ ელემენტარულზე საბრძოლველი, მაგრამ იყო ხალხი, რომელიც და ეხლაც არიან, რომელსაც ბრძოლა უწევთ. ან ვერ ბრძვიან და უცებ კეტავენ, ერგებიან, ხო თვითონ ვერც ხვდებიან, ის ერგებიან სოციუმს, გარემოს და არიან აი ამ შინაგან წნეხში, ხო ვერც გებულობენ ხო გეუბნებით, რომ აქ თავისუფლება ჭირდებათ. მე აქ მოდის ძალიან საინტერესო რამ, რომ მე გჭირდება ვიღაც ადამიანი
ან თავისუფლებას რო გვანახებს, ან ისეთ რომელსაც ან უნდა ვეტრფოდეთ, ან უნდა გაგვაგიჟოს ეს კარმულ ურთიერთობას რო ეძახიან, ან უნდა გყავდეს ისეთი გარემო, რომელიც პირიქით არ დამანახებს მე როგორ მჭირდება თურმე თავისუფლება და როგორი ჩაკეტილი ვარ, ხო? და აი ამის გამო უნდა ვებრძოლო თავისუფალ ხალხს. სინამდვილეში ეს პროექცია არის, მე რა მინდა და რას ვერ ვბედა. ხშირად ყავს ხოლმე ეს უფრო ასაკოვანი ხალხი, ესეთები, რომელსაც აქვთ ეს მომენტი, რომ აი შეიძლება ხიზიანდებოდნენ თავისუფალ ადამიანებზე ანა და მე რომ თერაპიულად ჩავსულ ვართ, პირადი რუკით აზი, სადაც ადამიანურად, მე ნენალარ ხვდებიან, რომ მათ უნდათ ეს თავისუფლება და ის სხვა, როცა ხედავს ესე თავისუფალ ადამიანს, ის უკაკუნებს, ეუბნება, აგებინებს ფაქტიურად. რომ ახსენებს, რომ მას თავისუფლება ჭირდება, შიგნით მას უნდა ეს და მე ამას ვერ ხვდებიან, მაგრამ ქვეცნობიერი ხო გვიკაკუნებს და მე იწყებენ ბრძოლას ასეთ ხალხთან, ან არ უყვართ, ან ღიზიანდებიან და სიამდვილეში ეს გაღიზიანება არის შეხსენება, რომ ადამიანი არის ძალიან ჩაკეტილი თავის შეზღუდვებში, ეს სიტყვას ეძახი ხოლმე კომუნიზმი. შიდა კომუნიზმში არიან ხოლმე იდეოლოგიური კომუნიზმი კიდე ცალკე არის განსაკუთრებით ჩვენ წინათაურებს ახასიათებთ ხოლმე ეს და ამ კომუნიზმში არიან ჩაკეტილი და მე ბრაზდებიან სხვებზე რატო ვერ გამოდიან თვითონ ამ კომუნიზმიდან და როგორც წესი ესეთი მშობლები ახლა ჩემთან არ იყო ეგ მომენტი იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ამ კომუნისტებს ბრძოდნენ ჩემი მშობლები და ოჯახი და ყველაზე ნაკლებად იყო მათში ეს მაგრამ გარშემო რო აკრდებოდი ხოლმე შეიძლება ჩვენ პირიქით მეორე უკიდურესობა ვიყავით მაგრამ ხშირად არის ზუსტად ეს მომენტი ამას ვეძახით პროექციას გარკვეულწილად რომ აი მე როგორ ჩაკეტილი ვარ ის ამას ვანახებს მე ამაზე ღიზიანდები და მოკლედ ესეთი ბრძოლები მიდის სინამდვილეში ისინი ებრძვიან ცვლილებებს საკუთარ თავში ისინი ებრძვიან არა ჩვენაირ ხალხს ჭყალებს შემოვხმე არავინ არ მებრძვის იდეას გულისხმობ მაგრამ ისინი ებრძვიან თავისუფლებას, იმიტომ ზუსტად რომ არ დაინახონ როგორ უნდათ მათაც თავისუფლება, როგორ უნდათ აი სოციალური ნორმებისგან. ოღონდ მე ხა ძალიან კლასიკურ ნორმალურ ნორმებს არ გულისხმობ. აქ არის ცოტა სხვა მიხვდებით ხარ რასაც გულისხმობ, მანდ. ხა და აქედან გამომდინარე მოდის მე ის რომ მე რო ეს დავინახო როგორ მტკივა, რომ თავისუფალი არა ვარ, როგორ დავკარგე ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამე ამ არათავისუფლების გამო შესაბამისად მე ეს ყველანაირად უნდა ვებრძოლო ამას არ უნდა დავინახო რომ არ მეტკინოს მე ძალიან ეს ფსიქოლოგიურადაც ესე არის და ასტროლოგიურადაც ესე არის ეს პირად რუკაშიც ჩანს ხოლმე რა ტკივა ყველაზე მეტად ადამიანს იმიტომ რომ ადამიანის ბუნება არის ქვეცნობერის ბუნება არის რომ აუცილებელი არის შინაგანი თავისუფლება იყოს შინაგანი აი სულის ღერძი თავისუფლების ღერძი აი ჰაერთან არის ურანი დაკავშირებული და ჰაერის სტიქის ენერგეტიკა აქვს მაინც და აი სუნთქვა თავისუფალი ხა აი სატურნი თუ პირდაპირ შებოჭილობა არის და აი ხერხემალის დონეზე აშეშებს ადამიანს ხო და ხერხემისკევლებს მე აქედან მოდის ხო ურანი არის აი თავისუფლად აი ვარდნასთან სიმაღლიდან ვარდნასთან რატო არის კავშირში თავისუფლება აი სიჩქარე გვყვარს ურანელებს ძალიან ან ფრენა ეს არის აი სივრცე და თავისუფლება, აი თავისუფლად სუნთქა და თავისუფლად ლავირებ. სატურნი არის უფრო აი გიფში რო ხარ ჩადგმული, აი ესეთი ფსიქოტიპი და იმ გიფსისგან უნდათ ხოლმე ხშირად გათავისუფლება და ურანელებს ჭირდებათ ზუსტად ცოტა ისეთი ადამიანი, ვინც რაღაცა სტრუქტურას მისცემს და თუ ეს ორივე ერთმანეთში არის ადამიანთან განვითარებული, ეს ხო ფანტასტიკური ბალანსი არის, როცა გინდა მაგალითად სატურნს გამოიძახებ, როცა გინდა ურანს გამოიძახებ. ხო, სადაც საჭირო არის ჩარჩო იქ მიყვები უკვე გეგმას და სადაც საჭირო არის ისეთი დასწავლილი სტერეოტიპებისგან გათავისუფლება, იქაც თავისუფალი ხარ და ოკეი ხარ, ხო? გარკვეულწილად ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ აი ვინც უფრო სატურნულ წნახებში არის, მე ურანი რომ მისცე, ეხლა ძალიან ესეთ ენას გეუბნებით, ეს იქნება მათთვის გადატვირთვა, გადამეტებული და შეიძლება დაანგრიონ ყველაფერი. იმიტომ რომ ამ ურანის ენერგიასაც გამომუშავება ჭირდება და რაღაცნაირად ჭირდება ცოდნა თავისუფლების გამოყენების. იმიტომ რომ ეს თავისუფლება
ცოტა საშიშიც შეიძლება იყოს ხო ადამიანს ვერ გაუმკლავდეს იმ თავისუფლებას, როცა ახლა დიდი ხანი საერთოდ ეს იყო რაღაცნაირად ამოვარდნილი ხო ჩარჩოდან არ გქონდა საერთოდ ხო? ამიტომ ძალიან მკვეთრად არის გადააჯაჭვული ეს ურანული ენერგია, აი პირდაპირ ამ სოციალურ ნორმებზე ეს იქნება როგორ ცხოვრობს ადამიანი, იმის განკითხვა მაგალითად საზოგადოებისგან, როგორ რა სფეროში უნდა ისწავლოს, აი მაგალითად რო კითხო ადამიანს ახლა ემოციური კუთხით, ხო? აი ძალიან ჩვეულებრივ ხალხს ახლა ფსიქოლოგიაში ვინც ვართ, ეს უკვე ჩვეულებრივი ენა არის ჩვენთვის რაც გრძნობ, როცა ვამბობთ, ხო? და ესე გაგება, ემპათიური, ემოციური და როცა ახლა ადამიანი რაღაცნაირად სისულელებს აკეთებს, მოდი ესე ვთქვა, ჩვენ ვიცით ამის მიზეზები და არ ვეძახით რომ ის სისულელებს აკეთებს, ხო? იმიტომ რომ არ არსებობს ეგეთი რაღაცა, ხო? ახლა ფსიქოლოგიურად განვითარებული ვინც არის, ხო, ადამიანი, ვიცით ამის მთელი მიზეზები. მაგრამ ახლა ყველამ ეს არ იცის შესაბამისად ის მომენტი რომ მიდის განკითხვა ან მიდის უბრალოდ გაუგებრობა და მე სხვების ემოციების ჩახშობა მაგალითად ხო აი შე რაღაცა გინდა ამბობ და არ ისმით რა გინდა იმიტომ რომ იქ ეგრევე არის ნორმა ჩარჩო რომ შენ საერთოდ არც ისმით რას ეუბნები იმიტომ რომ გაცილებით უფრო ვიწრო ჩარჩოში არის ადამიანის აღქმა, ხო, რომ ეს უნდა ვიქცევდეთ, იმის იქით არ გვესმის რა ხდება. ისე ადრე ძველ ვიდეოში ვთქვი Nokia-s ტელეფონის ვარიანტი. მაგრამ ჩვენ თუ ძალიან ისე მიდიხარ, თანამედროვე ტელეფონით უკვე იქ ეს ოფშენები არ ესმით და მე იწყება უკვე რაღაცნაირად შენ მარტო რჩები, გაუგებარი ხარ სხვებისთვის. და მე მოდიხარ მარტო სადღაც იკეტები სიტყვაზე და მე ეძებ ისეთ ხალხს ვისაც ეს ცოტა ფართო ხედვა აქვს ცხოვრების შინაგანი სამყაროსი ცოტა განსხვავებულად უყურებენ ამ ყველაფერს მე უფრო სხვანაირად უყურებ ხო და მე უფრო და უფრო მარტო ხდები უბრალოდ მე დაახლოებით რო გითხრათ ერთი 20 წლის წინ 25 წლის წინ ხა ჭყალებში რო ვთქვა ჩემნაირი ტიპები უფრო ძალიან ცოტანი იყვნენ და უფრო ვიწრო საზოგადოება ვიყავით, ვიდრე ახლა არის ამის შესაძლებლობა. ანუ საზოგადოება მაინც იზრდება, ვითარდება, იმიტომ რომ ხოლმე ახალგაზრდები რომ მოდიან, აი სხვა ისა აქვთ. მე მათთან როგორც ტოლი ისე ვარ, ვერ გეტყვით რომ ეხლა რაღაც განსხვავებას გრძნობდეთ, მაგრამ ზუსტად მაგი მიხარია, რომ აი ეს თავისუფლება რა, სადღაც დაში ერთხელ კანტიკუნდა, სადღაც იყო, ეხლა უფრო მასიურად მოდის და აი ეს თავისუფალი ხალხი პოულობს ერთმანეთს სხვათა შორის და ძალიან ამოვარდნილები არიან სოციუმისგან მაინც, იმიტომ რომ შეიძლება არ ქონდეთ ისეთი სტანდარტული სამსახური, სტანდარტული პირადი ცხოვრება სიტყვაზე ან სტანდარტული გარემო, აი როგორც არის მიღებული ნორმად, ხო, აი ესეთი რო ვთქვათ, ზოგისთვის ესეთი რაღაცა უბრალოდ ან მოსაწყენია, ან ნუ არ აქვთ ახლა ის გარემოება, ხო? და აი სხვაგან უხვევენ ვიდრე სოციუმი ამას კარნახობს, ხო, სიტყვაზე. ამიტომ ესეთი ხალხი ყოველთვის ზოგთან იყო დრამა სერიოზული, იმიტომ რომ მარტოობა არის აქ შინაგანი, ზოგთან იყო პირიქით ის რომ აი გაბედა და დაანახა ხალხს რომ ესე ცხოვრებაც შეიძლება და სხვებისთვის სტიმული აღმოჩნდა. ესე რომ ვთქვათ, გააჩნია ასევე ოჯახს, ასევე გარემოებას, სამეგობროს მაგალითად და რა წრეში მოხვდები. მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც ადამიანს ადამიანად ქმნის, ხო, და ინდივიდად ქმნის. აი მიუხედავად იმისა, რომ ურანული ენერგია მაინც ჯგუფთან არის დაკავშირებული, მაინც ეს პირადი თავისუფლება ურანს თუ ვათავსებთ მზესთან, კარგად. ნუ ესე ასტროლოგიურ ენაზე რო გითხრათ, ხო? თავისუფლება და ეგო, მაგალითად, ხა ზუსტად აი ეს ინდივიდუალური შინაგანი სიძლიერე მოაქვს თავისუფალ აზროვნებას, თავისუფალ სულს. აი ესეთ პიროვნებებს გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლიათ, უფრო მეტად შემოქმედებითები არიან, უფრო დიდი შესაძლებლობები აქვთ და უფრო საინტერესოებიც არიან და საინტერესოდაც ცხოვრობენ ეს მე ხა ჩემ აზრსაც გეუბნები და არა მარტო ხა ნებისმიერი შემოქმედებით სფეროში ისე თავისუფალი სულის ხალხი ქმნის რაღაცეებს, ხო, რომელიც ჩარჩოში არზიან და რაღაცნაირად საკუთარი პატარა ნაჭუჭის იქითაც იყურებიან, ხო, ესე რომ ვთქვა. ახლა ყოფილა ისეთი ყველას ყავს ალბათ ისეთი ახლობლები ან ათესავები, აი რო შემხედრიან და აი ფილმებში რო არის, ხო, იცით რობოტები ერთნაირი დაბეჭდილები.
ესე რომ და ერთ ტონში რომ ლაპარაკობენ მერე და ზუსტად სტერეოტიპში რომ იცი რომ ამ ჯგუფს ეკუთვნის, ამ კატეგორიას ეკუთვნის და ესე რომ გიყურებენ და რო იცი რომ ის დახავხავეს თვალებს, როდის და რატონიც დაგემშვიდობება, აი ყველაფერი რომ აბსოლუტურად გაშიფრულია. არანაირი ინდივიდუალიზმი რო არა აქ ადამიანს, ნოლი ინდივიდუალიზმი და ისეთი გავგდებული რომ უყურებ ხოლმე და სულ გონია რომ რაღაცა კამერა გვიღებს აღათაობს, აი ვერაცა ეს ვიჭერებდი რომ მართლა შეიძლება ესეთი სტერეოტიპული იყო ადამიანი და ნუ ისე ჩემთვის ეს ძალიან გასაკვირი არის, მაგრამ მეორე კუთხით ფსიქოლოგიური ტენდენციით რო შევხედოთ ფსიქოლოგიურად, ხო? ძალიან ბევრი დრამა იმალება ასეთ ადამიანებში. არც აქეთ ვართ კარგ დღეში ხა დრამების მეტი რა გვაქვს და ესეთ ფსიქოლოგიური ტრამების მეტი რა გვაქვს, მაგრამ ის მაინც არის, რომ უნარების კუთხით ჩვენ შეგვიძლია რაღაცებს მივხვდეთ, ხო? და ამიტომ მე უფრო ვარ იმ მხარეს, რომ ჯობია ხედავდეთ რაღაცებს და თავისუფლები ვიყოთ, ვიდრე საერთოდ ვერაფერს ვერ ხედავდეთ და გავყვეთ როგორც პროგრამას, აი წარმოიდგინეთ ახლა რო ვიყიდო რაღაცა პროგრამა და აი იმასაც Windows-საც ვერ შევადარებ ხა ეგ ისეთი ელემენტარული პროგრამა არის ხო აი რაღაც რო ჩავწერო ტელეფონში და ყველა იყოს ამ ფორმით ხო ეს არის ზუსტად ის სტერეოტიპები რაზეც ლაპარაკობ საზოგადოებაში მიღებული საერთოდ ლაზარევი ამბობდა რომ ენერგიას ამით ეკონომიას აკეთებენ ვისაც პატარა ენერგეტიკული ველი აქვს და პატარა ენერგია აქვს აკოპირებენ ესე იდეებს ქცევა სტერეოტიპული ძარცვავენ მთლიანად დასწავლილი ქცევით საზოგადოების რაღაც ნორმებს და მიყვებიან ამას აბსოლუტურად გაუცნობიერებლად ხო და აი ეს რაღაც აი კოლექტიური სახარმერე რა პარაზიტივით თითქოს ხო როში ნუ აზრს უკარგავ თითქოს შენ არსებობას როცა არაფერს არ ქმნი ანუ რატო ხარ არ ვიცით ხო იმიტომ რომ შენი ინდივიდუალიზმი ჩაკლულია არ განავითარე შენი ინდივიდუალური ხედვები საერთოდ არ იცნობ შენ თავს მაგალითად არც ფსიქოლოგიურად არც ცნობიერად ანუ არც ერთ დონეზე და რატო ცხოვრობ ვერ ხვდები ხო და ეს არის ხოლმე ხა რაც უფრო ძალიან სტერეოტიპულ ხა მაგიტო გეუბნებით 1000 ერთხელ მაგრამ ხა მე მთელ სანთესავში ერთი მყავს ესეთი რომელიც უბრალოდ დაბეჭდილი რობოტივით დადის და ვერ ვგებულობ როგორ შეუძლია ესეთი იყოს მართლა ვერ ვგებულობ მაგრამ რაც უფრო ინდივიდუალური ხარ, რაც უფრო მეგაქ, მით უფრო ძნელიც არის მე ცოტა ისეთ საზოგადოებაში ყოფნა, ხო? მაგრამ შეიძლება ისეთ თავისუფალი იყო, რომ საერთოდ გარეთ იყო ამ საზოგადოებისგან და საერთოდ არ ცეხებოდე, ხო? საერთოდ არ უყურებდე ამას, სხვათა შორის ადრე ფსიქოლოგიურ ის გადაცემას მოусმინე მამარდაშვილზე შავთვარე მერწყულში ყავდა სხვათა შორის მამარდაშვილს და მამარდაშვილზე ამბობდნენ რომ ამბობდა ეს ფსიქოლოგი რომ აი საერთოდ სხვაგან იყო ანუ საერთოდ გამიჯნული იყო სოციუმისგან ნუ არ ეკუთვნოდა ამ ჯგუფსო ამ სოციუმსო მე კი დაბრუნდაო მაგრამ მე რაც უქნეს ვიცით რადგან დაუჯდეს დაბრუნება მაგრამ მაინც მაგრამ არის ხალხი საერთოდ სისტემიდან რო გადის საერთოდ ამ ჯგუფიდან რო გადის და ზებიდან უყურებს ან გვერდიდან უყურებს რომ აი ესენი სადღაც არიან და ნუ მე არ მეხება მე ჩემთვის რომ ესენი თავისთვის არიან ეს დონეც არის გარკვეულწილად ეს უკვე ძალიან გამოხატული ურანი არის ჩვენთან მერწყულური ენერგია, ურანული ენერგია, რომელიც საერთოდ სისტემიდან გადის ადამიანი, ხო, საერთოდ სისტემაში დამკვირვებელიც აღარ არის, საერთოდ აი შორიდან ჭოგრიტით უყურებს, ხა. ესე ჯგუფს ესე რო ვთქვა. ესეთი კატეგორიაც არის. ხალხის გამოკვეთილად ურანი აქვს ხოლმე ესე აქტიური. ან თუ არის იგივენაირი ურანი, ოღონდ კიდე სხვა კომბინაციები აქვს, ეს არის შიგნით უკვე შემოსული ადამიანი, რომელიც ბუნტში არის, ამ საზოგადოებასთან და ებრძვის. აი სუფთა ურანი არის უფრო რომ ისინი იყვნენ როგორც უნდათ, მაგრამ მე ჩემთვის ვარ. ეს არის უფრო დაბალანსებული ურანი, მაგრამ მებრძოლი, რომელიც ყველაფერს აპროტესტებს, საკადად დაზიანებულ ურანსაც ეცახით ხოლმე, რომ ეს მათ შემოდის კარგი ურანის სიტყვები, ნეტაი მოგცლია. ამათ ვერ გაასწორებდა რა აზრი აქვს. ხო და ეხლა თან ცოტა ფილოსოფიური ესე ჩამოგთავაზეთ, იმიტომ რომ სოციუმში ეს გამჯდარი სტერეოტიპები, რომ კაცი ესეთი უნდა იყოს და როგორ თუ ის ახლა ფსიქოლოგიურ აქ როგორ რაღაც არის, ხალი არის, ახლა ამას თავისი ევოლუციური ისიც აქვს მიზეზი, რომ ხალი არის მიმღები ყოველთვის და მას უფრო აინტერესებს აი მოსმენა, უფრო სწავლა და კაცი უფრო ქმნის და ძალიან ეგოზე არ ტყამს, როცა შენ მიდიხარ და ვიღაცას უსმენ, რომელიც
მაგალითად, ну, აქ უკვე მიმღების პოზიციაში უნდა იყო, ხო, ქალურ პოზიციაში უნდა იყო და ეს მესმის, რომ აქ ზოგად ფონში, ეხლა მე ჩემ აზრს არ გიყვებით, აქ ფსიქოლოგებიც ამბობენ ამას და ამ როლში გასაგები არის, რომ ევოლუციურ განვითარებაში, ну, ჯერჯერობით, ჭყალებში რო გითხრათ, ტეხავს. მაგრამ ეს მერე ეგოს თემები არის და მერე ეს აგდებს სერიოზულად უკვე კონკურენტულ უნარებს, ხო? ანუ რატო არის უფრო და უფრო მეტი ქალი მარტო? იმიტომ რომ რაღაც საზოგადოებრივი მიღებული რაღაც ჩარჩოები ვერ გადალახეს რაღაც დიდმა მასამ კაცების, ხო, გარკვეულწილად და იქ მერე არ არის ემოციური ინტელექტი განვითარებული, გაგება არ არის განვითარებული, ქალს აღარ ჭირდება კაცი რომ უბრალოდ იდოს და გარჩინოს, ან დაგიცვას ტრისგან ან მგლისგან, შესაბამისად უფრო უკვე სხვა მოთხოვნები გაჩნდა ბაზარზე და ამას ჯერჯერობით მასები კაცების ვერ აკმაყოფილებენ და ეს ქალებიც კი ითხოვენ რაღაც ნაწილში ამ ემოციურ ინტელექტსაც, მაგრამ თვითონ ცოტა ბევრი ნაწილი დაულაგებელია, ჯერ არ იციან რა უნდა თხოვებე ბოლომდე, არც აქეთ არის კარგი ფლანკი, მაგრამ გადაწყობა, სერიოზული გადაწყობა მიდის. მაგრამ ყველაზე კარგ ამბავში არიან ამ სისტემის მიღმა, სულ არ აინტერესებთ ეს ინტროექტები და რაღაცეები და თავისთვის არიან სისტემის მიღმა და რეალურად ეგენი ქმნიან კულისებიდან იმ ყველაფერს ახლა რაზეც ვლაპარაკობთ ჩვენ და ეს სუფთა ურანული ენერგია არის ასტროლოგიაში. აქაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ბალანსის დაცვა, რომ არ მოხდეს გადაჭარბება, არ მოხდეს რაღაცების დაანგრევა თუ არა გაქვს აშენებული უკვე, ხო, რაღაცეები, ესე ძალიან მნიშვნელოვანი არის. თუმცა არის კიდე ის ხალხი, რომელიც უბრალოდ თავისთვის არის და თავისი ცხოვრებით, თავისი შინაგანი თავისუფლებით უკვე ზემოქმედებას ახდენია სოციუმზე და გარემოზე. და არავის არ ებრძვიან, უბრალოდ თავიანთი თავისუფლებით უკვე ქმნიან თავიანთი არსებობით რაღაც ახალ სტანდარტს, ახალ ჩარჩოს და სხვებისთვის არიან ცოტა მისაბაძები, ან სხვებისთვის არიან ობიექტები, რომ უი თურმე ესეთი რაღაცაც არსებობს, ანუ მრავალფეროვნების ვარიანტი, ხო? ეს მინდოდა მეგობრებო, მე თქვა თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ახლა ამ ჩვენ ეპოქაში, ამ თავისუფლების თემაში. სწორად გაგება ამ თავისუფლების არის კიდე და ისეთ ამბავში ვარ აქ. არის კიდე ისეთი თემები, რომელიც აი ხშირად შემხედრია ხოლმე პირად რუკებში აქვთ, აი სატურნის ენერგია და ურანის ენერგია, აი ძალიან ისეთ, მაგალითად ნეგატიურ ასპექტში კვადრატურა არის, ან ოპოზიციური ენერგია არის და წარმოიდგინეთ, როგორ ეჯახება აქეთ ეს რაღაც შინაგანი ჩაკეტილობა, შინაგანი პასუხისგებლობები და აი ზიან კარგახანს ოპოზიცია როგორ მუშაობს სატურნზე და მე გადარბიან უკვე ურანში. ხო და აბსოლუტურად არ ღვევენ ყველანაირ ჩარჩოებს. ამასაც ჭირდება გაცნობიერებები, ამასაც ჭირდება დაკვირვება, რომ რატო დავხტივა რაკეთი კითხვა, შეიძლება ამის დაბალანსება შინაგანად, იმიტომ რომ აქეთ არის რაღაცა წესრიგი, სოციუმი, იქით არის შენი პირადი საზღვრები, შენი პირადი თავისუფლება. აქაც სერიოზულ პრობლემებს ვაწყდებით შემდგომ აი ეს ჩვენი ჩემი დაცავების ბაღი, ისი, ხილის და ანუ ყოველდღე აქ შეიძნობა, მთელი ბავშვობა აი აქ მოდიოდი. და ანაგველები არიან მერე და ტონა ისენი, რა ქვია მათ, პაყაყები, ამათ ომს უყურებდით ხოლმე მერე, გული მისკდება და ხო და მოკლედ მთელი ამბები. 5 წლის იყავი აქეთ, რომ წამომიყვანეს ყოველ ზაფხულს ჩამოდიოდით ხოლმე და აქ ეჯანკას გავშლიდით. გავჯდებოდით, ცოტა დიდი რო ყოველ წიგნი მომქონდა ხოლმე, იმიტომ ყველაზე მეტად აგრილოდა ფილნარში. ხო და მოკლედ ძალიან მიყვარს ეს ადგილები. და ეხლა აი ამ თავისუფლებაზე, რომ დავიწყე ლაპარაკი, რაღაცა ცოტა მომივიდა ამის ხასიათი, ესე რომ ვთქვათ. და იმედია თქვენთვის საინტერესო იყო. იმედია რაღაცებზე დაგაფიქრათ. და ყველამ რო ჩავიხედოთ ჩვენ შინაგანში, რა არის ეს ჩვენში, ეს ნამდვილი სულის ამოძახილი და რა არის გარემოდან წამოსული აუცილებელი ქცევა და როგორ შეგვიძლია ჩვენ ამბოხების და მთელი ამბების გარეშე რაღაცნაირად შიდა წყნარად ჩვენი პრინციპები გავიტანოთ, ჩვენი ცხოვრებით ვიცხოვროთ და არა ვიღაცების ცხოვრებით. ხო, იმიტომ რომ რაც უფრო ასე კი მოდის, მე აი ზუსტად ის ემართებათ ხოლმე, რაც გითხარით, გაბრაზება თავისუფლებაზე, ჩაკლა ამ თავისუფალი სულის იმის გამო, რომ მე უფრო მტკივა, რომ ვიხსენებ, რომ მთელი ცხოვრება როგორ არათავისუფლებაში გავიზარდე და ეს არის ხოლმე მერე მთავარი პრობლემა, ხო? შინაგანი სულიერ დონეზე კრიზისი და პრობლემა ჩდება ხოლმე მერე. იმედია თქვენთვის საინტერესო იყო მეგობრებო ეს ვიდეო. მე კიდე სატურნზე მაქვს დასასრულებელი ძალიან მნიშვნელოვანი ვიდეო.
რამდენი წელია მაგას ვაკვირდები ხოლმე და მინდა მაგაზეც კიდევ უფრო ცლად გელაპარაკოთ და დროებით მაშინ დაგემშვიდობებით თქვენ კომენტარებს ველოდები ხოლმე ფათაშორი თქვენ ლაიქებსაც ველოდები ხოლმე და იმედია რაღაც საინტერესო რაღაცებს თავაზობთ ხოლმე და დროებით აბა